მოგესალმებით ნაზი სარჯვალაძე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდა არაჩვეულებრივი გოგონა. მინდა გითხრათ წარმატებული პიროვნება, ძალიან განათლებული, მიზანდასახული, ყოვლად საუკეთესო ადამიანი, საქმიანი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული და პროფესიონალი ანა ლომიაშვილი. თქვენი სახელით მე დიდი სიყვარულით მოვეფერები მას და ვეტყვი მადლობას, რომ გამოძებნა ოქროს სტუდები და ჩემთან სტუმრად მობრძანდა. ჩემო ძვირფასო ანა, დიდი სიყვარულით მოგეფერები და მინდა მიამბო შენი გამილი ცხოვრება და დღევანდელ დღეს რა გზას გადიხარ? მიამბე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნაზი თქვენ ესეთი თბილი სიტყვებისთვის და გადაცემაში მოწვევისთვის, იმიტომ რომ თქვენი გადაცემა ისეთ პიროვნებებს ეხება, ძალიან საამაყო არის და საპატიო არის ჩემთვის, რომ მე დღეს ვარ თქვენს გვერდით და თქვენ მივიჩნევთ მე ამ პიროვნებათა რიგში, რომ აქ უნდა ვიყო და ვისაუბრო საკუთარ თავზე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის და ესეთი თბილი სიტყვებისთვის კიდევ ერთხელ. მე კიდევ მქონდა ბევრი საქმე შენზე და მაგრამ თავი შევიკავე, შემდგომში გამოჩნდება ვინახარ და რა საქმიანობ. მე მოკლედ გაგეცნობით, მე ვარ საოპერო მომღერალი, მუსიკის ხელოვნების მაგისტრი. მაქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით, ქალბატონი მედია ამირანაშვილის კლასი და ვარ მომღერალი. ამჟამად ჩემი შემოქმედებითი გზა მხოლოდ მომღერლობას არ ასე ვთქვათ, მხოლოდ მომღერლობით არ შემოიფარგლება. მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. თავიდან არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო ჩემი ბავშვობა და ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული სიყვარული ამ საქმის მიმართ. ჩემი მშობლიური ქალაქი არის ბათუმი. დიახ, ჩემი. როგორც თქვენი ასე. და ბავშვობიდან მქონდა მუსიკისადმი სიყვარული. იქ დავამთავრე მე ზაქარია ფალიაშვილის კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო 7 წლები და შემდეგ ლაღიძის კოლეჯი. რევას ლაღიძის კოლეჯი, სადაც ვეუფლებოდი უკვე ვოკალს, კლასიკურ ვოკალს. ჩემი პირველი პედაგოგი გახდათ ქალბატონი ლია ჯაში, რომელიც ახლა გახლავთ დღესაც საოპერო მომღერალი და მუსიკალური ცენტრის სოლისტი და ამ ჩემს სოლო სიმღერასთან ერთად მე ასევე ბავშვობიდანვე შემამჩნია თქვენმა მეგობარმა და კოლეგამ ქალბატონმა ზაირა ვადაჭკორიამ, რომელსაც აქვს თავისი არაჩვეულებრივი ქალთა აკადემიური კამერული გუნდი და მისი ხელმძღვანელი არის დაარსების დღიდან დღემდე და მე მასთან ვაგრძელებ, რა თქმა უნდა, შემოქმედებით თანამშრომლობასაც და მისგან ვიღებ ძალიან ბევრ რჩევებს და ეს ქალბატონი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება არის, ამაზეც მოგახსენებთ. და მე მქონდა ბედნიერება, რომ ამ რევას ლაღიძის კოლეჯში სწავლის პერიოდში მემღერა ამ აკადემიურ გუნდში. სულ რაღაც 1 წელი ვიყავი ამ გუნდის წევრი და შემდეგ უკვე თბილისში ჩავაბარე სახელმწიფო კონსერვატორიაში. აქედან იწყება ჩემი უკვე როგორც საოპერო მომღერლის კარიერა და ჩემი პირველი ნაბიჯები სცენაზე ეს გახდათ მეორე კურსზე შევასრულე მოცარტის ჯადოსნურ ფლეიტაში პაპაგენას როლი. უტულესი. ბატონი გოგი ჭიჭინაძის დამსახურებით, რომელიც დირიჟორობდა ამ სპექტაკლს და დამდგმელი რეჟისორი გახდათ მაია გაჩეჩილაძე და
ეს როლი იყო ჩემი დებიუტი დიდ სცენაზე. ეს ხდებოდა მეორე კურსზე. ამავე წელს მქონდა ჩემი პირველი სოლო კონცერტი, ჩემი არაჩვეულებრივი პიანისტის თანხლებით მარინა მეტრეველის, რომელთანაც დღემდე მაკავშირებს არა მხოლოდ შემოქმედებითი ურთიერთობა, არამედ ძალიან ძვირფასი ქალბატონია და ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და ჩემს როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში. შემდგომ უკვე შემდეგი სერიოზული როლი ეს გახდათ ასევე მოცარტის ოპერაში, უკვე ფიგაროს ქორწინებაში, მთავარი პარტია სუზანას მსახური სუზანას როლი და ესეც დებიუტი გახდათ ჩემი ამ როლში, რომელმაც საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და ამის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა იყო სტუდენტობის პერიოდში ძალიან ბევრი კონცერტები, გასვლითი ღონისძიებებიც და აკადემიური კონცერტებიც. შემდეგ უკვე ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაში განვაგრძეს სწავლა და ამ მთელი 6 წლის განმავლობაში ჩემი სწავლის პერიოდის მე მქონდა 3 სოლო კონცერტი. და ასევე მრავალი გასვლითი კონცერტები. ასევე მინდა აღვნიშნო ძალიან ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი საღამო, სადაც მე ჩემს პედაგოგთან, ჩემს უძვირფასეს ქალბატონ მედეასთან ერთად 5 წილად გარიყავი ერთ სცენაზე, ეს გახდათ რუსთაველის თეატრში, სადაც ჩატარდა კინომუსიკის საღამო, ქალბატონ ირმა სოხაძეს მიყავდა ეს საღამო და მე მიმიწვიეს რომ შემესრულებინა ჭრიჭინას სიმღერა კინოფილმიდან ჭრიჭინა, რომელსაც თავად ქალბატონი მედია ასრულებს ფილმში და ეს მისთვის იყო სიურპრიზი. რომ არ იცოდა მან რომ მე იქ ვიყავი სცენაზე და უნდა მემღერა ეს სიმღერა. რატო იყო ასე? რატომ არ გააგებინეს? თუ სიურპრიზი იყო ქალბატონი მედეასთვის. მოიწვიეს ის სცენაზე, დასვეს, თაიგული გადასცეს, ისაუბრეს და შემდეგ უთხრეს რომ აი ხა სიურპრიზი იქნება და თქვენი სტუდენტი შეგვისრულებს ამ სიმღერას და ქალბატონი მედეას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩემი ხმა ძალიან გგავდა მის ხმას ახალგაზრდობაში და იმდენად გაუხარდა ჩემი გამოჩენა სცენაზე, როცა დავიწყე შესრულება თან არ შემიძლია არ აღუნიშნო, რომ მე ვასრულებდი ცოცხლად კვარტეტთან ერთად, სახელმწიფო კვარტეტთან ერთად, კოტე ვარდელის ხელმძღვანელობით და ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი წუთები, ამ ხალხთან ესეთი შეხება, კომუნიკაცია, იმიტომ რომ ესენი არიან ბუმერაზები ჩემთვის და მე მაინც სტუდენტი პატარა ასეთ ადამიანებთან ერთად ვიღებდი რჩევებს, მქონდა რეპეტიციები და მე გამოვედი ესეთ დიდ სცენაზე და ქალბატონო მედია ვერ შეიკავა თავი და სიმღერაში ამყვა. და გამოვიდა ჩვენი დუეტი ექსპრომტად ჭრიჭინას. რა კარგია. ეს ჩანაწერი არის უნიკალური. სამწუხაროდ მხოლოდ ერთხელ გავიდა გადაცემა ტელევიზიით. შეიძლება მაგის მოძიება სხვათა შორის. რომელმა ტელევიზიამ გააშუქა, ეს თუ იტყვით, ისინი მოძებნიან ამას. დიახ, მე აი ქალბატონ მედეას გარდაცვალების შემდგომ ჩემით გადაღებული, ჩემი მეგობრების გადაღებული ვიდეო გავაზი არის ამ ჩანაწერი. დიახ. და ქალბატონმა ირმა სოხაძემ გამოეხმაურა და შემეხმიანა მე ქალბატონი ირმა და ვთხოვე მას რომ იქნებ ეს ჩანაწერი მოიძებნებოდეს აი როგორც იყო, იმიტომ მთელი საღამო იყო არაჩვეულებრივი კვარტეტის შესრულებით, იყო მთელი რიგი სიმღერების კინოფილმებიდან, რომლებიც მათ შეასრულეს აი სიმებიანი კვარტეტზე, ანუ ადაპტირებული ეს ვერსიები მათი მხოლოდ, რომელსაც არავინ არ ასრულებს ესე. და ეს კონცერტი არ უნდა დაიკარგოს, მე ვფიქრობ, იმიტომ უნიკალური ჩანაწერი არის. და ну ქალბატონი ირმა დამპირდა რომ შეიძლება ამის მოძიება და შეიძლება რა თქმა უნდა. ანუ ეს არის ჩემი დიდი მეუნიშნეთ წელი თვე და რა სახელწოდებით იყო ეს ჩაწერილი. პრობლემა არ იქნება. ეს არის ჩემი ესეთი ყველაზე ძვირფასი ვიდეო, რადგან მე ქალბატონ მედიასთან ერთად ვარ სცენაზე. რა კარგია. და ეს ჩემი მოგონება არის. როგორი პედაგოგი იყო? აი რა გახსენდებათ? აი იყო არაჩვეულებრივი ჯერ როგორც პიროვნულად, პროფესიონალიზმით,
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩემი სტუდენტობის პერიოდში ქალბატონი მედია ასაკში იყო. სახლში და არა, კონსერვატორიაში დადიოდა, იყო ისეთი მოწესრიგებული, სულ ომადით, სულ ფორმაში. აი, თქვენ ვერ ნახავდით მას მაკიაჟის გარეშე, როგორც კონცერტზე, აი ისე ხვდებოდათ ძალიან კარგ ფორმაში და მისი რჩევები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რეპერტუარს თვითონ გვირჩევდა, სტუდენტებს ყოველთვის ცდილობდა, აი ჩვენს წახალისებას და თუ ქონდა შესაძლებლობა რომ რაიმე კონკურსი იყო ან მოსმენა იყო, ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო, შემატკივრობდა, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან დიდი წვრილი მიუძღვის ჩემს პიანისტს, ქალბატონ მარინა მეტრეველს, რომელიც მუშაობდა ქალბატონ მედიასთან კლასში და ის მას ძალიან ენდობოდა. რეპერტუარშიც, ბეცადინეობაშიც, სწავლაშიც და აბსოლუტურად ისეთი თანხვედრა ჰქონდათ მათ და ისეთი ჰარმონია. არ მახსოვს რომ მე ქალბატონ მედიას რაიმე ისეთი შენიშვნა მოეცა ან რაიმე ისეთი გაესწორებინა დაუშვათ რაზეც ჩვენ არ ვიმუშავებდით, არ ვიმსჯელებდით და ყოველი მისი გაკვეთილი იყო პატარა სპექტაკლივით, რადგან თავად მიუხედავად ასაკში მყოფი მაინც ხმითაც ცდილობდა რომ ეჩვენებინა ჩვენთვის რა არის სწორი ვოკალი. დიახ. და აი ესეთ მომენტებში, როდესაც ქალბატონ მედია ხმას იღებდა და გვაჩვენებდა ხმით, ჩვენთვის იყო საოცრება. ესე ვუსმენდით რომ ამ ასაკშიც იმდენად სწორი იტალიური სკოლით მღეროდა, რომ ასაკი ვერ აკლებდა ხმას ვერაფერს. აი ეს პერიოდი მახსენდება, არაჩვეულებრივი დრო იყო და გული მწყდება, რომ ეხლა როცა გავიზარდე და უფრო სხვანაირად ვაზროვნებ, უფრო მეტი შესაძლებლობები მაქვს, ვფიქრობ, უფრო მეტი უნარი, ეხლა ამჟამად არ არის ქალბატონი მედია ჩვენს გვერდით, რომ უფრო მეტი რჩევა მიმეღო მისგან, უფრო სხვანაირად ავითვისებდი, ვფიქრობ იმას, რასაც ის გვეუბნებოდა იმ პატარა ასაკში, უფრო არ გქონდა ისეთი გაგება იმ ნიუანსების, რასაც გვიხსნიდა, ხო ხვდებით? და მაინც ძალიან დიდი კვალი და წვლილი აქვს ჩემს სწორად ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ პირველივე ნაბიჯებიდან მე სწორად დავიწყე სიმღერა. ჩემი პირველი პედაგოგით ქალბატონი ლია ჯაშიც, რომელიც ბათუმში არის, ისიც ქალბატონი მედიას ნამოწაფალი იყო და სწორედ მან გამიშვა ქალბატონ მედიასთან, რომ ის სკოლა გამეგრძელებინა და სწორი ხაზით წავსულიყავი. და ძალიან მადლობელი ვარ მისი და ქალბატონი მედიასი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღემდე მე ამ სკოლით გავაგრძელე ჩემი შემოქმედება, თუმცა ქალბატონი მედიას შემდეგ მე კიდევ გავდიოდი კონსულტაციებს სხვა პედაგოგებთანაც, ესეთი გახდათ გოჩა ბეჟუაშვილი, რომელთანაც დღემდე მაქვს კომუნიკაცია და არაჩვეულებრივი პედაგოგი არის და მასთანაც უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს და რა თქმა უნდა, ჩემს პიანისტთანაც დღემდე რამდენი მოსწავლეები გამოზარდა, მე მას ვიცნობ. ყველა სცენაზე დგას ბატონი გოჩას. ეხლანდელ ოპერის თეატრში სოლისტების უმეტესობა მისი გაზრდილი არის და მე ძალიან მამაყობ, რომ მქონდა საშუალება, რომ მიიღო მისგან გაკვეთილები და ეს იყო, რა ვიცით, შეუფასებელი, თან უანგარო შრომა მისი ამდენი მოსწავლეებს, ყველას უზიარებს, ყველას უხსნის თავისი სახლის კარებს და ყველას აქვს საშუალება, რომ მიიღოს რჩევები და მეცადინეობა, რაც მთავარია ძვირფასი. და ხმის სწორად მართვა. კი, რა თქმა უნდა. დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ძალიან. ეხლა ჩემო ანა, შენ ძალიან საინტერესო საქმე ჩამოაყალიბე
შენ რომელი ის არის შენი ორგანიზაცია IP თუ IP ხო? აი რა მიმართულებით მიდიხარ ახლა? რა საღამოებს აკეთებ? ქალაქში, თბილისში, აგრეთვე თქვენ გადიხართ რაიონებში, გაკეთებთ დიდ ღონისძიებებს. აი ჩამომითვალე აქეთ გიდევს ეს მასალა და ჩამომითვალე. აი კონსერვატორიის დამთავრების შემდგომ მე დიდი ხანი ვფიქრობდი რომ ჩემს შემოქმედებითი გზას არ მოვწყდომოდი და გამეგრძელებინა ეს მიმართულება კლასიკური მუსიკა და ყოფილიყავი ისევ სცენაზე როგორც შემსრულებელ მომღერალი და არა მხოლოდ მსმენელი და ასევე გამეზიარებინა ეს ჩვენი შემოქმედება ხალხისთვის იმიტომ რომ თქვენ იცით კარგად მომღერალი მსმენელის გარეშე რა თქმა უნდა გამორიცხულია და 2019 წელს დაიბადა ესეთი იდეა რომ მე და ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, ასევე მომღერლებს და პიანისტებს გაგვაკეთებინა ესეთი მუსიკალური გაერთიანება და აგვეღორძინებინა ძველი ტრადიცია სალონური საღამოების, სალონური შეხვედრების. და 2019 წელს პირველად ჰქონდა გასვლითი კონცერტი სიღნაღში, ვანო სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმში, რომელიც მაშინ იყო ანუ რეაბილიტირებული ახალ შენობაში გადასული და პირველი კონცერტი იყო ესეთი კლასიკური მიმართულების ჩვენი, მაგ ჩატარდა ჩემს არაჩვეულებრივ პიანისტთან ერთად, ქალბატონ მარინა მეტრეველთან ერთად და ჩვენს ქალბატონ მედიას სხვათა შორის მოსწავლეებთან ერთად ჩვენ ჩავედით და ჩავატარეთ კლასიკური მუსიკის საღამო. აქედან უკვე ნელ-ნელა დაგვებადა ეს იდეა და დავიწყეთ ამის განხორციელება, რომ ესეთი საღამოები გაგვემრავალფეროვნებინა და არ შემოვფარგლულიყავით ამ ერთი კონცერტით, ამიტომ რომ ჩამოვედით, ჩავატარეთ მეორე ღონისძიება ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში და შემდეგ უკვე სხვა კოლექტივთან ერთად ჩვენ სამწუხაროდ პანდემია დაგვემთხვა და ვეღარ შევძელით რომ აი ესე გასვლითი ღონისძიებები გაგვეკეთებინა, რადგან ჩაიკეტა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიო გაჩერდა და ჩვენ არ გვინდოდა გაჩერება იმიტომ რომ ძალიან რთული არის, როდესაც რაღაცა შემოქმედებითი იდეები გაქვს და გინდა რომ განახორციელო და უცბად ვერ აკეთებ ვერაფერს. ამიტომ ეს იდეა გაგვიჩნდა სალონური შეხვედრების და ჩვენ გამოგვიჩნდა ესეთი მეცენატი ძველ თბილისში, რომელსაც ჰქონდა კერძო სახლი და ვინტაჟური როიალი. ბუხარით და ჩვენ გაგვიწმო მან უსასყიდლოდ აბსოლუტურად ეს სივრცე და იქ ჩატარდა ჩვენი პირველი live კონცერტები. ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საზღვარგარეთელი კოლეგების გამოცდილება ამ live ტრანსლაციების და უკვე ეს შესაძლებლობა გადმოვიტანეთ ინტერნეტ სივრცეში, რომ ჩვენი კონცერტები შემდგარიყო. და ესეთი კონცერტი შედგა 2020 წელს დეკემბერში, საახალწლო კონცერტი. და ამას მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება ხალხის მხრივ და შემდეგ უკვე მოყვა ორი ისე ონლაინ კონცერტი, ეს გახდათ ქართული რომანსის საღამო, სადაც შესულდა 26 ნაწარმოები ქართველი კომპოზიტორების, მათ შორის მივიწყებული კომპოზიტორებისაც, რომლებიც ჩვენ აღვაღორძინეთ და ისევ დაუბრუნეთ სიცოცხლე და ამის შემდეგ იტალიური რომანტიზმის საღამო. ესეც ონლაინ ფორმატით. შემდეგ უკვე 2021 წლის ივლისში შეზღუდვები ცოტა მოიხსნა და ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ გავსულიყავით დახურული სივრციდან და უკვე საკონცერტო დარბაზში გადმოგვეტანა ეს შესაძლებლობა რომ მსმენელი მოსულიყო და დასწრებოდა ჩვენს კონცერტს და გავაკეთეთ სალონური შეხვედრები ბათუმში. და ეს იყო მუსიკალური ცენტრის დარბაზში, ესეთი დიდი, გრანდიოზული კონცერტი, სადაც რა თქმა უნდა რეგულაციების დაცვით მოხდა ამ კონცერტის ჩატარება და ძალიან დიდი წარმატება მოგვიტანა ამ კონცერტმა და მივიღეთ მიპატიჟება უკვე
ღია სივრცეში, მაჭახელას ხეობაში, რომ გაგვეკეთებინა კონცერტი. იქ უკვე გქონდა ჩვენ კინომუსიკა და შევასრულეთ ცოტა უფრო ისეთი კლასიკური, მაგრამ მსუბუქი რომანსები. და ღია სივრცეში მაჭახელას სანაპიროზე გქონდა ესეთი არაჩვეულებრივი საღამო და დიდი მადლობა ხელშეწყობისთვის ქალბატონ გურან და დოლიძეს, რომელმაც გააკეთა ამ ღონისძიების ორგანიზება და შემდეგ ეს შეხვედრები რეგიონებში ჩვენ განვაგრძეთ და უკვე მაჭახელას კონცერტის შემდეგ ჩვენ მივიღეთ მიპატიჟება იმერეთში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში. პირველად ანუ პანდემიის პერიოდში ჩატარდა ანუ ესეთი ნიკობა სახალხო დღესასწაული მოგეხსენებათ და მათ არ ჰქონდათ საშუალება პანდემიის დროს რომ ჩაეტარებინათ გრანდიოზული შოუ და ესეთი გრანდიოზული კონცერტები როგორც ეკადრება ნიკო ნიკოლაძეს, ამიტომ ჩატარდა პირველი ნაწილი იყო ესე იგი წარდგენა და სტუმრები ვის საუბრობდნენ, მოხსენებებს აკეთებდნენ და მეორე ნაწილი იყო ჩვენი კონცერტი. და აი ესე ჩატარდა ნიკოობა 2021 ჩვენი კლასიკური მუსიკის საღამოთი და მივიღეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან სამადლობელი წერილები. ძალიან კარგი. რომ ჩვენ ჩავატარეთ ესეთი ღონისძიება. და შემდეგ ანუ ბატონმა გიორგი ფანცულაევი მიგვიწვია და თქვენგანაც გზარდებოდა შემდეგ გადაცემაში და ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას მას შემდეგ კიდევ და ანუ ამ ნიკობის შემდეგ უკვე ჩვენ გაგვიჩნდა მე და ჩემს კოლეგას გაგვიჩნდა სურვილი რომ მიგვეღო უკვე კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობა. ამისათვის ჩვენ შევქმნით ორგანიზაცია და შევიტარეთ ჩვენი პროექტი რომელმაც გაიმარჯვა და ჩვენ ჩავატარეთ 2022 წელს ესეთი სალონური შეხვედრები დევნილთა დასახლებაში ქვემო ქართლის ესე იგი ქვემო ქართლში სოფელ კოდაში ერედვის მუნიციპალიტეტი და მეორე გქონდა წეროვანში წეროვანის საჯარო სკოლაში, სადაც ბავშვებს შევხვდით და სხვათა შორის ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია ბავშვებში კლასიკურმა მუსიკამ და ისეთი საოცარი ემოციები დატვირთულებით წამოვედით. ასევე ამის შემდეგ ჩვენ გქონდა ქართული სიტყვისა და მუსიკის საღამო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, სადაც კოლაბორაცია მოხდა ჩვენი მუსიკალური გაერთიანების და იქაური სტუდენტების, რომელმაც წარმოადგენეს ქართული სიტყვა და ჩვენ წარმოადგენთ ქართული მუსიკა. და ეს მოხდა მაშინდელი რექტორის ქალბატონი მაია ჭიჭილეიშვილის ხელშეწყობით, დიდი მადლობა მას ამისათვის. და ასევე 2022 წლის სექტემბერში ჩვენ მუსიკალურმა გაერთიანებამ გააკეთა უპრეცედენტო შოუ ბათუმი არტ შოუ 2022 სადაც რომელიც იყო ერთდღიანი, მაგრამ მოიცავდა მრავალ ღონისძიებას. ეს გახლდათ ხის ქანდაკებების პერსონალური გამოფენა, ასევე გახდათ დიზაინერის ბათუმელი ქართველი ახალგაზრდა დიზაინერის მოდების კოლექციის ჩვენება ექსკლუზიური, ასევე ჩემი წიგნის პირველი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც გახლავთ საოპერო მუსიკის ისტორიიდან აჭარაში. და ამაზე მინდა რომ ცოტა ხანი შევყვამდე და რომ ძალიან საინტერესოა. სულად მოგითხროთ, ჩემი შეხება წიგნთან როგორ გადავწყვიტე რომ საერთოდ დამეწყო წიგნის წერა, ეს მოგეხსენებათ ძალიან რთული პროცესი არის, რადგან ვიცი რომ თქვენც მუშაობთ წიგნზე ახლა და
თქვენ ძალიან კარგად გესმით ეს რამხელა შრომას მოიცავს. მე ამას რა თქმა უნდა ვერ შევძლებდი ჩემი უსაყვარლესი ბებოს დახმარების გარეშე, რომელიც გახლავთ აჭარის ხარტონ-ახვლედიანის სახელობის მუზეუმის უფროს მეცნიერ თანამშრომელი და თავად არის 9 წიგნის ავტორი. ქალბატონი საშა ლეკვეიშვილი, რომელიც ძალიან დამეხმარა მასალების მოძიებაში, რადგან მე როდესაც დავიწყე ამ წიგნზე მუშაობა, ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდი გახლდათ და ძალიან რთული იყო ყველასთან მისვლა, იმიტომ რომ თითქმის არ ქონდა ჩაკეტილი იყო ქალაქები და ვერ ვახერხებდით, ამიტომ არქივებიდან ვიწევდა ინფორმაციის მოწოდება და ძალიან შრომატევად იყო თითქმის 3 წელი დასჭირდა ამ წიგნს რომ შეკრულიყო და გამოსცეულიყო ზუსტად ისეთი როგორიც გამოვიდა და ამ წიგნის პრეზენტაცია შედგა 2022 წელს ბათუმი არტ შოუს ფარგლებში და შემდეგ უკვე ნოემბერში შედგა თბილისში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში. ამ წიგნის რეცენზენტი გახლავთ ჩემი უსაყვარლესი ქალბატონი საირავა დაჭკორია, რომელიც უკვე ვახსენე. ქალთა ჩემი ძვირფასი მეგობარი. დიახ, თქვენი ძვირფასი მეგობარი, ქალთა აკადემიური გუნდის ხელმძღვანელი, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც არის რეცენზენტი ამ წიგნის და არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ოთარ გოგოლიშვილი, რომელიც არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რომელიც გახლავთ ამ წიგნის რედაქტორი. და აი ამ არაჩვეულებრივი ადამიანების დახმარებით ვინ არის შესული ამ წიგნში თუ გახსოვს? დიახ, ეს წიგნი მოიცავს ბათუმში ოპერის თეატრის დაარსების ისტორიას. ანუ ოპერის თეატრის დაარსების მცდელობას. თუ რამდენი მცდელობა იყო და დღეს თქვენ იცით და რომ ანუ ოპერის თეატრის სახელით არ გვაქვს ჩვენ ბათუმში ესეთი შენობა. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, მაგრამ მას არ ქვია ოპერა, როგორც გვაქვს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ანუ ამ სახელით არ გვაქვს და ამ წიგნში არის მოთხრობილი მთელი ბათუმის ისტორია, იმიტომ რომ ბათუმი მოგეხსენებათ, რომ არის კულტურის კერა და მიუხედავად ამდენი საუკუნოვანი პრობლემებისა და სხვადასხვა ისტორიული მოვლენებისა, რაც ბათუმში იყო განვითარებული, ის მაინც არ კარგავდა თავის კოლორიტულობას და თავის კულტურას, რაც არის კონკრეტულად მუსიკის და კლასიკური მუსიკის სიყვარული, იმიტომ რომ მაშინ რო ტარდებოდა ბათუმში სალონური შეხვედრები, არსად არ იყო მთელ საქართველოში. გეთანხმები ამაში, იმიტომ რომ მე ვიცი და ამიტომ ამბობ. დიახ, და ანუ ძალიან საინტერესო გამოვიდა ამ მასალებზე მუშაობა, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდი, იმიტომ რომ მე მაინც ახალი თაობა ვარ და ანუ მინდოდა რომ ჩემი ასაკის, ჩემზე უფრო პატარებს, ჩემზე უფრო უფროსებსაც რომ გაეცნოთ ეს ყველაფერი, ვინც არ იყო ჩახედული ამ საქმეში და ეს წიგნი ყოფილიყო არა მხოლოდ პროფესიონალი ადამიანებისთვის წასაკითხი, არამედ იმდენად ხელმისაწვდომ ენაზე დაწერილი იყო, რომ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია მუსიკალური განათლება, შეძლოს ამ წიგნის აღება და წაკითხვა, ისე რომ გაიგოს, გაეცნოს მის ისტორიას და კულტურას ამ ბათუმის და დაინტერესდეს თუ როგორი კერა არის ეს მუსიკალური და საიდან მოდის ეს ყველაფერი და ეს მოიცავს შემდეგ 90-იან წლებს. აქ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი ამ წიგნში საგასტროლო ტურნეები, წლების მიხედვით მოცემული, თუ ვინ ჩამოდიოდა ბათუმში და მართავდა კონცერტებს საზღვარგარეთიდან. არაჩვეულებრივი ადამიანების, ანუ განსხვავებული სრულიად მრავალფეროვანი ჟანრი იყო საგასტროლო ტურნეები, რაც ტარდებოდა ბათუმში და შემდეგ უკვე 90-იან წლებში ბატონი ალეკო ხომერიკის და ქალბატონი მარინა ჯახუტაშვილის დამსახურებით, რომ უკვე სახელმწიფო ოპერის თეატრი ჰქონდა და ოპერის დასი და იმ ოპერების, ძირითად ოპერებზე ეს გახდა დაბესალ მეთერი, დაისი, ოტელო და აიდა, ლეილა
მე მგონი ოტელო პირველად მან დიახ და ლეილა აბესალომდაიტელი 12-93 წელია დიახ ოტელო და ეს ოპერები იყო პირველი რომელიც დაიდგა ბათუმის სცენაზე და ამ ოპერებზე არის საუბარი და შემდეგ უკვე გადადის ბავშვთა ოპერაზე რომელიც ჩვენ გვქონდა ბათუმში სხვათა შორის ბატონი ასლან აბაშიძის პერიოდში და იქ დადგმული ოპერა პრინცესა ტურანდოტით სრულდება ეს წიგნი და მე არ გავჩერდი ამ წიგნზე და მინდა მოგახსენოთ რომ დღეს ვმუშაობ ამის გაგრძელებაზე უკვე ამ 2002 წელი არის რითაც სრულდება ეს წიგნი, მაგრამ 2002 წლის შემდეგ ხომ გაგრძელდა ეს ისტორია და ეხლა უკვე ამჟამად მე განვაგრძე მუშაობა მეორე ნაწილზე წიგნის და აქ უკვე მოთხრობილი იქნება მუსიკალური ცენტრის ისტორია, შექმნის ისტორია, რაშიც ძალიან დამეხმარა, რა თქმა უნდა, მუსიკალური ცენტრის მთელი პერსონალი და ქალბატონი მაინა ჯახუტაშვილი, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია და მთელი ისტორია მუსიკალური ცენტრის და იმედოვნებ, რომ 2025 წელს შედგება ამ წიგნის პრეზენტაციაც და აუცილებლად გაგპატიჟებთ. აუცილებლად. მე ერთი რამე და ჩემო ანდა რომ მე არ ვეთანხმები ბავშვთა ოპერის ჩამოყალიბებას. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ამ დროს ამას სახში სადაც ეს ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას, ისი შე როგორც სპეციალისტი ისინი გადიან მუტაციას. და არ შეიძლება ხმის დამუშავება და შესწვენება უნდა მოხდეს ეს მე მგონი არ იყოს სწორი გადაწყვეტილება მაგრამ რა მომეწონა მე ამაში თუ ის ბავშვები არ გამოვიდოდნენ დიდი მომღერლები კარგი მსმენელები იქნებიან აი თუ ამას ჩვენ ვიგულისხმებთ მაშინ გამართლებულია მაგრამ თუ სხვა გზით მიუდგებით არ ვამართლებ, იმიტომ რომ ამას სახში 12-დან 16 წლამდე იცი ძალიან კარგად რომ ძალიან ფაქიზია სასიმღერო იოგები და მისი დატვირთვა არ არის კარგი, ზიანს მოიტანს და შესვენება განსაკუთრებით ბიჭებში. დიახ, მართალია. ეს არის გარდამტეხი პერიოდი და ის უნდა შეისვენოს უნდა ჩემი შვილი სწავლობდა ვოკალურზე და სწორედ მაგასაკში მოხდა მისი შეჩერება. და კიდევ ამბობ რომ კარგი იყო ეს სანახაობითაც, ცოტა ისეთი ბავშვებს კარგი გემოვნება, კარგი ჩაცმულობით იყვნენ ამ ღონისძიებაში, მე იცოდნენ რომ ისინი სცენაზე იქნებოდნენ, აი ამ კუთხით თუ მიუდგებით და იყვნენ სადღაც ამაყები, ხო? ამ კუთხით თუ მიუდგებით, გავამართლებ და სხვა გზით ნამდვილად არ ვამართლებ ამას და დიახ, თქვენ ძალიან მართალი ბრძანდებით ქალბატონ ნაზი ამ ოპერას, ბავშვთა ოპერას ორი მხარე ქონდა. ნამდვილად ერთი ის რაც თქვენ ბრძანეთ და რომ ანუ ამ პერიოდში არ შეიძლება ბავშვის დატვირთვა, მაგრამ მეორე მხრივადაც მე ხლა ხშირად მიწევს ბავშვებთან კომუნიკაცია ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე და თუ ბავშვებს ჩართავ ამ პროცესში, უფრო მეტ ინტერესს უღვივებ, თუ ამ კუთხით შევხედავთ, თუმცა დატვირთვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ანუ თუ შეიძლება ისეთი ოპერები რომ ყოფილიყო, აი როგორიც არის გოკელის წითელქუდა, ანუ ცოტა სუბუქი, ფრაგმენტულად რომ ყოფილიყო. ბუკიას ხომ აქვს, რა თქმა უნდა. და ბავშვები არაჩვეულებრივად ამას ასრულებენ და მათი შესაძლებლობიდან და ასაკიდან გამომდინარე ხო ანუ რეპერტუარში იქნებოდა არაჩვეულებრივი. ამ ბავშვთა ოპერამ ნამდვილად დიდხანს ვერ იარსება. ვერც იარსებებდა. მაგრამ ეს ისტორიას დარჩა და ამიტომ არ შეიძლებოდა რომ არ შესულიყო წიგნში, რადგან ჩვენ გვქონდა ამის პრეცედენტი. რა თქმა უნდა. დიახ, და დანარჩენში ყველაფერში გეთანხმებით. 10 წუთი და დიახ, ეხლა მე მოგახსენებთ კიდევ რამდენიმე ღონისძიებას მნიშვნელოვანს. ანუ 2023 წლის ეს გახდათ
art show ისევ რაც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ გავიტანეთ პირველი კომიკური ოპერა იტალიურ ენაზე და ქართული სალაპარაკო დიალოგებით კამერული ესე იგი კვარტეტის თანხლებით რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩემი მეგობარი და კოლეგა მარიანა კირაკოზოვა და მე ვასრულებდი მთავარ როლს სერპინას როლს ჩემი კოლეგა ერეკლე გურგენიძე ასრულებდა უბერტოს როლს და ასევე ყავდა მიმანსი არაჩვეულებრივი მსახიობი ტამანგო ჟღერია რომელმაც შეასრულა ასევე მუნჯი მსახიობის როლი და ძალიან შთამბეჭდავი იყო მისი პერსონაჟი და ამ ოპერამ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ანუ რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ არა მხოლოდ კონცერტებით შემოვიფარგლებოდით არამედ შევეცადეთ რომ ოპერის ჟანრის პოპულარიზაციაც მოგვეხდინა უკვე ხალხის მასებში და გვეჩვენები რომ ოპერა არ არის ისეთი რთული როგორც პირველად წარმოგვიდგენია ყველას და ეს ადაპტირებული ვერსია რაც ჩვენ შევთავაზეთ სცენელ მაყურებელს პირველი კომიკური ოპერა პერგოლეზის არის ძალიან კომპაქტური სულ 40-45 წუთი მიმდინარეობს არის ადვილად მოსასმენი და ქართული რეჩიტატივები გვაძლევს იმის საშუალებას რომ მსმენელიც იყოს კომუნიკაციაში უკვე შემსრულებელთან და კარგად ჩაერთოს ამ პროცესში. ამიტომ ესეც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და უკვე 2023 წლიდან მე დამოუკიდებლად გავუყევი ამ გზას და უკვე ჩემი ორგანიზაცია შევქმნი დამოუკიდებლად დღევანდელ ეტაპზე მე მაქვს ორგანიზაცია კლასიკური ჰანგების სახელწოდებით და სხვათა შორის არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ამ კლასიკური ჰანგების პირველი კონცერტი სახალხო კონცერტი ჩატარდა თბილისში ავლაბარში იმ პატარა სტუდიაში ბატონი არტემ კირაკოზოვის სტუდიაში სადაც რომ თქვენც მიგითურით ძალიან დიდი წვლილი ამ სტუდიის შექმნაში მე ვიცი და მოხდა ჩვენი პირველი ესეთი შეხვედრა და გაცნობა უკვე ცოცხლად ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე 2 წლის წინ გქონდა კომუნიკაცია სატელეფონო და ჩვენი შეხვედრა ვერ მოხდა, თუმცა თქვენ მაშინ ისეთი სწორი გაცვლა გქონდათ რომ გინდოდათ ზუსტად ამ სტუდიაში ჩემი მოწვევა. სამწუხაროდ პანდემიის პერიოდი გახდათ ეს და ვერ შედგა ჩვენი ეს კოლაბორაცია ეს, მაგრამ მაინც რომ იტყვენ ბედია და ჩვენი შეხვედრა მოხდა ზუსტად იმ ადგილას, რაც თქვენ გქონდათ ჩაფიქრებული ამ სალონში და მერე უკვე თქვენთან გადაცემაში აღმოჩნდით მე და ჩემი მეგობარი და არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ თქვენი გადაცემიდან გამოსვლის შემდეგ იმდენად წარმატებული იყო ჩვენი ფეხი თქვენს გადაცემაში და ჩვენთვის იყო თქვენი გადაცემა წარმატებული რომ როგორც კი გადაცემა დასრულდა და გამოვედით სტუდიიდან ჩვენ გავიგეთ რომ ჩემო ორგანიზაციამ გაიმარჯვა საქართველოს კულტურისა და კულტურის სამინისტროს კონკურსში. ეს იყო უდიდესი სიხარული, იმიტომ რომ ჩვენ ჩავატარეთ, ჩემი პროექტი მოიცავდა ვანო სარაჯიშვილის 145 წლის იუბილეს, საიუბილეო საღამოებს და ჩვენ მაისის თვეში ეს მოგეხსენებათ ვანოს თვე არის მაისის თვე, ჩავატარეთ 2 გასვლითი კონცერტი. ეს გახდათ ისევ დევნილთა დასახლებაში ერთი კონცერტი სოფელ კოდაში და მეორე კონცერტი თვითონ სიღნაღში ვანოს მშობლიურ ქალაქში და მინდა აღვნიშნო რომ 34 წლიანი პაუზის შემდეგ ეს კონცერტი მიიჩნიეს ვანოობის დღესასწაულის აღორძინებად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ჩვენთვის რა თქმა უნდა და ამის შემდეგ ჩემმა ორგანიზაციამ ჩაატარა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება. ორს მე დავესწარი. დიახ. უნდა აღვნიშნოთ ანუ ვანოობის შემდეგ, ანუ ამ პროექტის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ ასურეთის გერმანულ ეკლესიაში ესეთი კლასიკური მუსიკის საღამო, სადაც თქვენც ბრძანდებოდით და ცოტა შთაბეჭდილებები მონაწილეობა თქვენი შთაბეჭდილებებიც გითხარით როგორ მოგეწონათ ძალიან კარგია სხვათა შორის სამადლობელი წერილის გამოგვიგზავნეს რომ გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას და ისევ მოგვიწვევენ ამის შემდეგ ჩვენ
კიდევ ერთხელ გქონდა შესაძლებლობა რომ უკვე ნიკოობა 2024-ში მიგვეღო მონაწილეობა და თქვენც რა თქმა უნდა ჩვენს გვერდით ერთგულად ბრძანდებოდით სოფელ ჯიხაიში იმერეთის რაიონი სადაც შედგა ეს იყო არაჩვეულებრივი კონცერტი და ისე გაშუქდა იმერეთის ტელევიზიაში და ძალიან საოცარი საღამო იყო ბუნებაში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში სცენაზე სადაც ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრები ტენორი დავით პეტრიაშვილი ასევე მე ვიოლინე მარიანა კიროკოზოვა ჩემი არაჩვეულებრივი პიანისტი მეგობრები ვიქტორია სურმავა იასი ლაგავა ირინა ვაშაკიძე რომელიც ასევე ჯიხაისიდან გახლავთ და იქ დაბადებული გაზრდილისთვის როგორი კიდევ ასმაგად საპასუხისმგებლო იყო ეს ღონისძიება და მეც თქვენი მოდამორჩილი ვიღებდი მონაწილეობას მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო კონცერტები გქონდა და ეხლა მინდა გითხრათ სუბოლო კონცერტზე რომელიც 14 თებერვალს შედგა სულ რაღაც 2 დღის წინ და ეს გახდათ მე ვერ მოვედი გადაცემის ჩაწერა ქონდათ დიახ ეს გახდათ უკვე თბილისში წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკურ ეკლესიაში კამერული მუსიკის კონცერტი სადაც შესულდა გერმანელი კომპოზიტორების ლიდები ასევე საეკლესიო ნაწარმოებები როგორიც არის შუბერტის ave maria პანის ანჯელიკუსი ფრანკის და ასევე ქართული ნაწარმოებები რომანსები რამაც მართლა დიდი მოწონება დაიმსახურა. მინდა აღნიშნო რომ ჩვენ გვესწრებოდა იტალიის საელჩოდან წარმომადგენელი და მივიღეთ მოწვევა რომ საელჩოშიც შეიძლება დაიგეგმოს ჩვენი მომავალი კონცერტი და თანამშრომლობას გავაგრძელებთ ამ კუთხითაც. და კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა და იდეა. რა არის რამდენი სამიწუთი დაგჭა იქნებ გეგმაზე მითხრა სამომავლო პროექტები არის ისევ კულტურის სამინისტროს უკავშირდება ველოდებით კონკურსის გამოცხადებას და ძალიან მინდა რომ გავაკეთო ესეთი ისევ კლასიკის მიმართულებით მოდის საიუბილეო თარიღები ეხლა ყველაფერს არ მოყვები მაგრამ საინტერესო პროექტი მაქვს მომზადებული რაც ვფიქრობ რომ უნდა გამოვიდეს და ჩავატარებთ ამ ღონისძიებას და გასვლითი კონცერტები შემოთავაზება გვაქვს რომ წავიდეთ ახალციხეში და იქაც ჩავატაროთ გასვლითი ცოტა რომ დათბება გასვლითი აუცილებლად შევაცახმეთ წინასწარ და იქაც თქვენ მოგეხსენებათ ახალციხეში როგორი მრავალფეროვანი ხალხი ცხოვრობს სხვადასხვა ეროვნების მქონე და ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება ესეთი გამოცდილებაც და რეპერტუარზე ვმუშაობთ როგორი რეპერტუარი წარმოვადგინოთ რომ იყოს მათთვის ძალიან საინტერესო და ჩვენთვის ეს ერთგვარი გამოწვევა არის და ბათუმშიც გეგმავთ იქ ახალი სივრცე გაიხსნა ბათუმში და მიდის მოლაპარაკებები მიმდინარეობს რომ აი უფრო ზაფხულის პერიოდში ბათუმშიც ჩატარდეს გასვლითი კონცერტი და ნახოთ გეგმები არის ძალიან მიზნები გვაქვს და რა თქმა უნდა ჩემი წიგნის პრეზენტაციაც ერთ-ერთი არის ფიქრობ სოლო კონცერტის ჩატარებაც წიგნის პრეზენტაციაზეც რომ დიახ ეს იქნება ძალიან პროფესიულად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ამ წიგნში შევა ყველა ის ადამიანი და ის მომღერალი, ბათუმელი მომღერალი, რომელმაც წვლილი შეიტანა საოპერო ხელოვნების განვითარებაში. და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ეს წიგნიც ამ კუთხით. ძალიან კარგი. ეხლა ერთი წუთი და მაინტერესებს დღეს რა საქმიანობას ეწევი მოკლედ? დიახ. დღეს მომღერლის გარდა მე გახლავთ პედაგოგი. ვასწავლი საჯარო სკოლაშიც, ასევე ვასწავლი მუსიკალურ სკოლაშიც ბავშვებს და სტუდიაშიც, ანუ სადაც მე ვიყავი ერთხელ. დიახ, თქვენც ხართ ნამყოფი დიახ და ჩემი სტუდიის ბავშვებიც საკმაოდ წარმატებულად გამოდიან სხვადასხვა ფესტივალებზე. საგარეჯოში ვიყავით ჩვენ ფესტივალზე, ვიყავით სიღნაღში, ქიზიყი ფესტივალი ესეთი, კიდე ჩემი ბავშვები იყვნენ ფაკურიანში, ფესტივალ ფანტელზე და პრიზები ავიღეთ. ეს სტუდია ჯერ სულ რაღაც მეორე წელია რაც მუშაობს, მაგრამ უკვე გვაქვს წარმატებები და
ესე პედაგოგიურ სფეროშიც ნაბიჯებს ვდგამ ნელ-ნელა ჩემო ანა, ჩემო ძვირფასო ადამიანო, აი შენ სასახში ასეთი ახალგაზრდა ხარ ძალიან წარმატებული, მიზანდასახული, მიზანსწრაფვით და აი ასე გევლო შენი ცხოვრება. და იცოდე რომ მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ ეს ერთი და დიდი წარმატება მინდა გისურვო მე შენ არაჩვეულებრივ საქმეს ემსახურები. თუნდაც ბავშვებთან ურთიერთობა ეს როგორი სიმდიდრეა მოდი გითხრა ხო მათთან ურთიერთობა და ალბათ ისეთი სამყარო გაქვს შექმნილი რომ ეს ბავშვები მორბიან ალბათ მეცადინეობაზე შენი სახელი ჩემო ძვირფასო ადამიანო დამემშვიდობები ჩემს ძვირფას მაყურებელს და ვეტყვი მადლობას მოსმენისათვის ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე